გავიგე, მაგრამ ქიმიური იარაღის გამოყენებას აქვს თავისი ჩვენება, რა შეაგარეული, რა რაოდენობით ვიყენებთ, რა მანძილიდან, ამიტომ ესე კონკრეტულად ნივთიერებას რა შეუძლია, აქ ძალიან ბევრი ნიუანსი, რა სიტუაციაში, რა გზით არის მიღებული ჩვენს ორგანოში, ასე შემდეგ. ეს არის ძალიან ზოგადი ცნება და ცოტა შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი, მე უბრალოდ დოკუმენტური ფილმი რაც გავიდა, იქ არის მოსახლეობისგან განმოცემული ინფორმაცია, რომ თითქოს იმ პერიოდში, რაც მოხდა გარშემო ვინც იყო თვითმხეველი, რომ იყო დაზიანება გარკვეულწილად იმ გარემოსი, სადაც ისინი იმყოფობოდნენ. ფოთოლს ჰქონდა დაზიანება და ეგრეთ წოდებულ ქვასაც. ეს არის ცოტა გაზვიადებული იმ კუთხით, რომ ეს თუ არა სხვა მექანიკური და ფიზიკური ზემოქმედება ქიმიურ ნივთიერებას რომ შეძლებოდა ასეთი დაზიანება გაცილებით უფრო მეტი ზიანი მიადგებოდა იმ კონკრეტულ ადამიანებს ვინც იქ იდგნენ. ასეთი შემთხვევა არც ერთი არ დაფიქსირებულა და ასეთი გამღიზიანებელი და ძლიერ მომქმედი ნივთიერება რომ გამოყენებულიყო, მაშინ მსხვერპლი უნდა მოყოლოდა ამას, რაც ნამდვილად არ დაფიქსირებულა და იმეც მაძლევს რომ ეს ნივთიერება ამ პერიოდში არ გამოყენებულა. რა უნდა გაკეთდეს ახლა იმისთვის, რომ საზოგადოება დამშვიდდეს, რეალობა გავიგოთ რა ხდება. თქვენ ტოქსიკოლოგებს გაქვთ კითხვის ნიშნები. არც თქვენ იცით, ხომ რა არის რეალობა? ბუნებრივია, ჯერ არც დიაგნოზი გვაქვს არც ერთ შემთხვევაზე დაფიქსირებული, რომ ნამდვილად მოწამვლა იყო, არანაირი ლაბორატორიული კვლევა არ ჩატარებულა, არც სპეციფიური, არც არასპეციფიური, რომელიც საფუძველს მოგცემდა, რომ ნამდვილად იყო ეს ჩივილები ასოცირებული მხოლოდ ქიმიურ გამღიზიანებლებთან. იმიტომ რომ მოგეხსენათ ის ჩივილები, რასაც ადამიანები ყვებიან კონკრეტულად შემდგომ ეტაპზე ვამბობ. ნახეთ, გამღიზიანებელს აქ უნარიც რომდენა გამოიწვიოს, სუნთქვა გააცნოს, რომ დატოვოს იქ მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ეს ჩივილები რამდენად ალაგდა თუ არა, ამას აქვს კიდე კონკრეტული მნიშვნელობა, იმიტომ რომ არალაგების შემთხვევაში თუ გართულდა, რამ გაართულა ბაქტერიულმა პრობლემამ, რაც შეიძლება გამღიზიანებლის შემდგომ ან უბრალოდ სეზონს დაემთხვა და ვირუსი აღმოჩნდა ამ გართულების მიზეზი თუ კონკრეტულად ეს ნივთიერება. ამისათვის აუცილებელი იქნებოდა იმ პერიოდში თუ ადამიანს შივილი ჰქონდა და მიმართავდა სპეციალისტს, ამ შემთხვევაში ტოქსიკოლოგს, რომ ჩატარებული იყო სპეციფიური კვლევები. რაც არ მომხდარა. ამ ეტაპზე გასულია 1 წელი, ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ და ამას სჭირდება სპეციალური სამსახური, ვინც ამას კონკრეტულად შეისწავლის და შემდგომში დაიდება დასკვნა. წინასწარ რაიმე ზედმეტად თქმა იქნება არაკომპეტენტური ჩვენი მხრიდან და რა თქმა უნდა პანიკის დათესვა არ შეიძლება, რაც არ იყო იმაზე საუბარი. ამიტომ საჭიროა აუცილებლად კარგ და კონკრეტულად იყოს თითოეული დეტალი შესწავლილი.